2025 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახსაზრდელების კვება გაუმჯობესდება და მათ ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მენიუ ექნებათ, რომელიც 1200 კალორიამდე გაიზრდება. პატარები ყოველდღიურად სეზონურ ბოსტნეულსა და ხილს, ასევე თევზეულს მიირთმევენ. გარდა ამისა, გურჯაანის მერიის ინფორმაციით ახალი წლიდან ბაგა-ბაღის ყველა თანამშრომელს ხელფასი 100 ლარით გაიზრდება. 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2025 წლის ბიუჯეტი ბაღების გაერთიანების სუბსიდია განისაზღვრა 6 მილიონით, 9 მილიონით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს იყო. სავარაუდოდ მომავალ წელს ამ თანამედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე გაიზარდა კვებითი რაციონის გაზრდა ბავშვებისთვის და ამან გამოიწვია კვების თანხების ზრდაც და ასევე იცით რომ აიპებში და საჯარო სამსახურებში ძირითადად მოხდა ხელფასების მატება, ასევე მოხდა ბაღებში, ოღონდ მანდ სხვასთან შედარებით 10%-იანი ზრდასთან შედარებით გაიზარდათ ბავშვებთან მომსახურე პერსონალს 100 ლარით. ფაქტიურად 6 მილიონი ის არის, რომელიც შეიძლება წელიწადის განმავლობაში კიდევ რაღაც დამატება მოხდეს, იმიტომ რომ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით და მოთხოვნით ალბათ კიდევ დასჭირდებათ, იმიტომ რომ კვება რომ იზრდება, ბავშვთა რაოდენობაც იზრდება, მოთხოვნა იზრდება და თუ კი იქნება უფრო მოთხოვნა ამ კვებიდან, იმიტომ რომ ძალიან კარგი კვებას თავაზობს ამ მიმდინარე 2025 წელში და ალბათ შევსება მოგვიწევს რაღაც რაოდენობით. ვნახოთ, ჯერ არ ვიცით, ოღონდ ამჟამად არის სუბსიდია 6 მილიონი.